ნაპოლეონის გაქცევა და რადარის გამოგონება. ეს არის რუბრიკა დღის ამბები ისტორიულ წრილში მენაბდე მასწავლებელთან მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჯამი არხი. აქვე აღნიშნავ, რომ ამ რუბრიკის მთავარი წყარო არის ქართული ვიკიპედია. მოდი დავიწყოთ. 1815 წლის 26 თებერვალს ნაპოლეონ ბონაპარტი კუნძულ ელბადან გადასახლებიდან გაიქცა. ასე დაიწყო მისი ცნობილი 100 დღე. 1992 წელს პირველი ყარაბაღის ომის დროს მოხდა ხოჯალის ტრაგედია. სომხურმა შეერაღებულმა ფორმირებმა ასობით აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 1993 წელს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკების გარეშე ტერორისტებმა ბომბი ააფეთქეს. ეს იყო 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის ერთგვარი პრელუდია. 1935 წელს კი შოტლანდიელმა ფიზიკოსმა რობერტ უოსტონ უოტონმა პირველად აჩვენა რადარის მუშაობის პრინციპი. 1802 წელს კი დაიბადა ვიქტორ ჰიუგო, დიდი ფრანგი მწერალი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის და საბრალონის ავტორი. დაიმახსოვრა ტესტებისთვის. ნაპოლეონის 100 დღე დასრულდა ვატერლოოს ბრძოლით, სადაც ის საბოლოოდ დამარცხდა. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერე ჩემი